გიორგი ონიანის დაკავება უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში, რადგანაც გიორგი ონიანმა პროკურატურა ამხილა სხვადასხვა დანაშაულებებში, ზეწოლაში ახალაიას საქმეზე პროკურატურამ მოწმეებს ძალიან დიდი ზეწოლა გაუკეთა და ჩვენ ვთვლით და ვაფიქსირებთ პოზიციას იმას, რომ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ეს პოლიტიკური რეპრესიები პირველ რიგში გამოიხატება გიორგი ონიანის დაკავებაში. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ არასამთავრობო სექტორი აუცილებლად მონიტორინგს გავუწევთ ონიანის პროცესს და ვეცდებით, რომ არ იყოს მის წინააღმდეგ იგივე მეთოდები გამოყენებული, რაც ახალაიას საქმეში სხვადასხვა მოწმეების წინააღმდეგ. ღიად ვაფიქსირებთ, რომ ონიანი არის პოლიტიკური რეპრესიების ხერხი. მოგესალმებით, საზოგადოებრივი კავშირი დროა შეშფოთებას გამოთქვამს გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით. ამ დაკავებით ხელისუფლებას სურს გადაფაროს ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ხდება ქვეყანაში. მაგალითად, ეგრეთ წოდებული საცურის გადაწევა ქარელის რაიონში. მინდა შევეხო გიორგი ონიანის ავტობიოგრაფიიდან რამდენიმე ფაქტს. მოგახსენებთ, რომ 2008 წლის ომში, როცა საქართველოს ომში გიორგი ონიანი მოხალისედ წავიდა ომში და იბრძოდა არცევში. ასევე გიორგი ონიანი ვარდების რევოლუციამდე იყო აქტიური მოქალაქე. სტუდენტობიდან ებრძოდა მაშინდელ რეჟიმს, კორუფციას, აქტიურად იცავდა მოქალაქეების უფლებებს. პოლიციაში მუშაობის დროს აქტიურად იბრძოდა კრიმინალის და კორუფციის წინააღმდეგ. გიორგი ონიანის დაკავება არის შერჩევითი მართლმსაჯულება. გიორგი ონიანის დაკავება არის პოლიტიკური დევნა. გიორგი ონიანი ბაჩო ახალაიას საქმეზე გაამტყუნა პროკურატურა რამდენიმე ფაქტში. შემაშფოთებელია, როცა ქვეყანაში იჭერენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ადვოკატს თავისვე სახლში, ახსნა განმარტების გარეშე. საზოგადოების თვალით შეიძლება ეს აღიქვას როგორც პოლიტიკური დევნა. ვითხოვთ გადაიხედოს გიორგი ონიანის საქმე და ხელახლა მიეცეს ძიებაში და მართლაც სამართლიანად დასრულდეს ეს გამოძიება. საზოგადოებრივი კავშირი დროა, გენადი ასრადიანი. მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ბატონ ბაჩანა ახალაიას ადვოკატის დაკავებასთან დაკავშირებით ამ თემას შევეხებით. პირველ რიგში მინდა განვიხილო სამართლებრივი ასპექტები და მერე გადავალთ პოლიტიკურ საკითხზე. რაც შეეხება ბატონი გიორგი ონიანის დაკავებას, მის მიმართ პირდაპირ იქნა საქართველოს კანონმდებლობა დარღვეული. კერძოდ, საქართველოს სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც ადამიანის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს დაკავება, როგორც სისხლსამართლებრივი დევნის ერთ-ერთი მექანიზმი, ეს პროცესი გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს პირის ტანსაცმელზე სიტყვაზე დანაშაულის კვალი, როდესაც არსებობს სიტყვაზე საშიშროება იმისა, რომ პირმა აარიდოს უბრალოდ თავი მართლმსაჯულებას და უბრალოდ ღიმილის მომგვრელია დღეს გიორგი ონიანთან დაკავშირებით მსგავსი ეჭვების დასახელება, ვინაიდან ის პირიქით უფრო ძალიან აქტიურად იყო ჩართული მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობის კუთხით და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ დღეს
არის საფრთხე იმისა, რომ ჩვენს და არა მარტო ჩვენს, არამედ ჩვენს პარტნიორ საზოგადოებას და პარტნიორ ქვეყნებს გაუჩნდათ უფრო მეტი კითხვის ნიშნები მაშინ, როდესაც ევჩბადებს სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის განსჯის პროცესი, მაშინ, როდესაც კითხვის ნიშნები გაუჩნდა და უკვე რამდენჯერმე გააჟღერა დასავლეთმა, რომ შესაძლოა ბაჩანა ახალაიას განსჯა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, დღეს ჩვენ ვაკავებთ მის უფლების დამცველს, მის ადვოკატს და არის ძალიან დიდი საფრთხეები და დიდი გამოწვევები და შეიძლება ამან არასამთავრობო სექტორიც კი მოიცვას და როდესაც ადვოკატს აკავებენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის ალბათობაც დიდია, ხო? რომ ბოლო-ბოლო უკვე სამოქალაქო სექტორს ჩვეულებრივად დაერიოს უკვე მმართველი ძალა და რეჟიმი. შესაბამისად, როდესაც ახლა საუბარი მიდის, რომ შესაძლოა არსებობდეს პრორუსული პოლიტიკა. რას ნიშნავს ეს? ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შესაძლოა მთავრობის ან პარლამენტის რომელიმე წევრმა გვიქადაგოს რუსული პოლიტიკის სიკეთეებზე, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური რეჟიმი დღითი დღე ემსგავსება პრორუსულ რეჟიმს, ხო? რუსულ რეჟიმს, პუტინის რუსეთს. მაშინ, როდესაც იქაც მიდის ბიზნეს ელიტის დაკავებები, როდესაც მიდის უფლებადამცველების და აქტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაკავებები, ჩვენ დღითი დღე ვემსგავსებით უკვე რუსეთს, რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის მომავალსაც კი გავითვალისწინებთ და მათ ბედს მომავალში სწორედ დასავლეთთან ურთიერთობებში, ხო? ეს ძალიან საშიში იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. პირველ რიგში რაც მინდოდა მეთქვა, რომ გამოწვევები, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენი საზოგადოება თუ მთავრობა საუბრობს, რომელიც თაობაზეც საუბრობს, ხო? ეს გამოწვევები არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამაში მოისაზრება მხოლოდ ქვეყნის გარე, არამედ აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიდა ფაქტორები. ეს არის სწორედ დემოკრატიის რღვევა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფა და პირველ რიგში მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს სწორედ პირადი ნებასურვილებისგან და რა თქმა უნდა, ცდუნება ძალიან დიდია ამისა, თუმცა თავი უნდა შეიკავოს და იმოქმედეს სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროატლანტიკურ კურსთან, ევროატლანტიკურ ოჯახთან დაახლოების კურსით, ხო? და მაშინ, როდესაც ის უბრალოდ უგულებელყოფს ამ ყველაფერს, ეს არის სწორედ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოს დადგება სწორედ აგვისტომდე და ძალიან დაჩქარებულია ეს პროცესი ვატყობთ და პირველ რიგში მოუწოდებ პროკურატურას, მოუწოდებ სახელმწიფო ბრალდებას, რომ არ დააყენოს აღკვეთი ღონისძიების სახით მოთხოვნა გიორგი ონიანისთვის რომ იყოს შეფარდებული პატიმრობა და პირველ რიგში მისცენ საშუალება გამოძიებას, რომ დაიწყოს სწორედ წარმოებული იყოს გამოძიება იმ კუთხით, რომ გიორგი ონიანი არ უნდა ყოფილიყო დაკავებული და მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავება. არანაირად არ იყო ეს საჭირო, ჩვეულებრივად შეიძლებოდა ადამიანისთვის უწყების გაგზავნა, ის არ არიდებდა თავს გამოძიებას და ჩვეულებრივად ჩაერთვებოდა და ხელს შეუწყობდა, რომ პირიქით გამოძიება ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე და მოუწოდებდა ისევ და ისევ მთავრობას, რომ რაც შეიძლება ისე იმოქმედოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების ადეკვატურად და გასცეს მათ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი. ჩვენ რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოება ვერ ვიმსჯელებთ იმაზე წინასწარ გამოძიებას ვერ გაუსწრებთ და მართლმსაჯულებას და წინასწარ ვერ დავაანონსებთ ეს ადამიანი თალია თუ ტყუანი ჩვენ შეგვიძლია ერთი რამე ვთქვათ რომ ის სამართლებრივი პროცედურები რაც განხორციელებულია ბატონი გიორგი ონიანის წინააღმდეგ ეს ბადებს ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს და აქ იკვეთება უკვე პოლიტიკური დევნა. აქ როდესაც ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება მეგობრებო პირდაპირ გვეუბნება უკვე რამდენჯერმე გვიმეორებს რომ ხომ არ არის ეს დევნის პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული ეს უკვე იმას ნიშნავს რომ აქ უკვე ეჭვის საფუძველი ძალიან გამყარებულია და უკვე ეჭვებზე და კითხვის ნიშნებზე უკვე ზედმეტია საუბარი და სამოქალაქო ენაზე ეს პირდაპირ ნიშნავს რომ გეუბნებიან რომ პოლიტიკური მოტივებით არ უნდა დევნო ოპოზიცია არ უნდა დევნო ის აქტიური ძალა რომელიც ასაჯაროებს საზოგადოების ინტერესს და საზოგადოების ხმას აჟღერებს ხო ისე რომ ყველანაირად მოუწოდებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს სწორედ სამოქალაქო საზოგადოების რჩევები, ჩვენი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს სწორედ სამართლიანი მასაჯულების განვითარების პროცესს. კითხვას ვამთ თქვენ? ხო, მოდი
კი. აუცილებლად გიპასუხებთ. კარგად მახსოვს ჩემთვაზე გამოსტილის ფაზე არა კარგად მოდით ერთ რამეზე გავამახვილებდი მაშინ ყურადღებას რომ ქვეყანა რომელსაც დემოკრატიზაციაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპული ოჯახის წევრობაზე აქვს პრეტენზია, ის რა თქმა უნდა აყენებდეს ყოველდღიურად მეტ და მეტ მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები უკვე და ამ სტანდარტების და დღესდღეობით ჩანს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ნებისმიერ პოლიტიკური სამართლებრივი დარღვევების შემთხვევაში უჩნდება პროტესტი. ამ შემთხვევაში ერთ რამეს ვიტყოდი, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ დემოკრატიული გზით მოსული ხელისუფლებას და რეჟიმს თავისი მის განხორციელებულ ქმედებებს ვადრით რევოლუციური სახით მოსულ ხელისუფლების ქმედებებთან, ეს უბრალოდ არაადეკვატური და არასწორი კითხვა იქნებოდა დღეს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველ მომავალ ხელისუფალს ჰქონდეს პრეტენზია და ამბიცია იმისა, რომ განავითაროს სახელმწიფო და არ იყოს შურისძიების ნიშნები, არ იყოს რევანშის ნიშნები და პირიქით, ეს მიმართული მთელი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, მეგობრებო, სწორედ სახელმწიფოს დემოკრატიზაციის და ევროპული კურსის გასანვითარებლად და არა იმისკენ, რომ დავემსგავსოთ ნელ-ნელა პუტინის რუსეთს. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, მეგობრებო და მუხრან ბურჭულაძე.